ამა ძალიან კარგი იყო შეტევის პირველ ფაზაში, ან ტაქტიკური ხედვა ჰქონდა ძალიან კარგი და ღია თამაშის დამფასებელი იყო, შეტევის დამფასებელი იყო. ნაკლები ყურადღება ჰქონდა, ნაკლებად, ანუ აქცევდა ყურადღებას ფიზიკურ ამაში არ იყო ფიზიკური მომზადება, სირბილი ესეთი რაღაცები, აი პასი, სად როგორ უნდა შეუტიო, ვინსად გაამწვავოს, იმიტომ რომ იდეები, რომლებსაც ამბობდა მაშინ მახსოვს თანამედროვე რაგბია. თანამედროვე რაგბი აბსოლუტურად. როგორ რაღაცას იძახდა, ნახე. მოდი, დავარტყათ შერკინებით, კიდე დავარტყათ შერკინებით, მთელი ჩვენი ხაზი წამოვიყვანოთ მეორე მხარეს და ბურთი მოვაბრუნოთ მეორე მხარეს. ჩვენი სწრაფი მოთამაშეები, ხო, იმათი ნელი მოთამაშეების წინააღმდეგ აღმოჩნდებიან და ეხლა ეს ნომრებით და იმით გაუმართავი იყო, მაგრამ აი რამდენი წელი გავიდა, ხო? რაც ეს ამას ამბობდა და სულ მახსოვს 3 დარტყმა მოbrunება, 2 დარტყმა დღესაც ამას თამაშობს ყველა, დღესაც ეგ არის რომ შექმნა შეტევისთვის კარგი არათანაბარი სიტუაცია, რომ იქ იყოს შეიძლება ვერ შექმნა მეტობა, მაგრამ სივრცეში დატოვო თქვა ჩენი 15 იმათ პირველი ნომრის წინააღმდეგ და დღეს არის ხოლმე დაარტყავენ, მოაბრუნებენ, დაარტყავენ, მოაბრუნებენ. ეგეთი რაღაცები ქონდა ძალიან მაგარი.